დღეს აპირებდა თავად არასრულწლოვანი მოზარდის ბრალდებული სტატუსით, რომ ესარგებლა სიტყვის თქმის უფლებით, თუმცა მას ამის შესაძლებლობა არ მიეცა. სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლებს მოზარდი, მას შემდეგ რაც ყველა მოწმე გამოიკითხება ამ საქმეზე საგამოძიებო უწყების მხრიდან, პროკურორის მხრიდან მოყვანილი მოწმეები. ეს მოწმეები არიან ის პირები, რომლებსაც უშუალო შემხებლობა და კავშირი ჰქონდათ არასრულწლოვანთან, სხვა მოწმე გამოძიებას ამ ძიმე საქმეზე ფიზიკურად არ ყავს. ვიდრე პროკურორის პოზიციას მოგასმენინებდეთ, მანამდე გეტყვით რა პოზიცია აქვს ოჯახს, დედა უკვე თითქმის მეორე კვირა ითხოვს ყურადღების მიქცევა შესაბამისი უწყებების მხრიდან მის მიმართავს ყველა შესაბამის პირს, რომელიც პასუხისმგებელია არასრულწლოვნის ბედზე. ამბობს, რომ მისი შვილი გაუპატიურების მსხვერპლი მოზარდი არის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, მას სჭირდება რეაბილიტაცია და რეაბილიტაციის ნაცვლად მას ამყოფებენ ციხეში. დედა და ასევე მშობლები მოზარდის ამტკიცებენ, რომ 16 წლის არასრულწლოვანი არის გაუპატიურების მსხვერპლი, ის თავს იცავდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, შესაბამისად ის არ უნდა იყოს ახლა საპატიმროში და ის სასამართლო პროცესებზე უნდა დადიოდეს მშობლებთან ერთად. მის გამოშვებას ითხოვენ მშობლები. ადვოკატი თავის მხრივ საქმის მასალებზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ მოზარდის ჩვენება გამოძიებას თავდაპირველ ეტაპზე აქვს მოპოვებული და ყველა ფაქტი და გარემოება 16 წლის ბიჭს აქვს აღწერილი. მას აღიარებული აქვს დანაშაული, თუმცა ახსნილი აქვს მოტივი, რის გამოც ჩაიდინა ეს მძიმე დანაშაული, რა იყო წინაპირობა და რომ ის იყო ორგზის გაუპატიურების მსხვერპლი, ჩაკეტილ ოთახში, ჩამორთმეული მობილური ტელეფონით, შესაბამისად ის გახდა იძულებული, რომ ეხმარა დანა და მოეგერიებინა მასე თავდამსხმელი. მიმართავ პროკურორს, მოსამართლეს, ყველა იმ ადამიანს, ვინც იხილავს ამ საქმეს, რომ იყვნენ სამართლიანები, წარმოიდგინონ, რომ მათი შვილი იცავს ამ პირობებში თავს, ჩათვლიდნენ თუ არა დამნაშავედ მათ შვილს. ჩემი 16 წლის ბავშვი არის 3 თვე უკანონო პატიმრობაში. მიმართავ დედებს, მშობლებს, სახელმწიფოს, რომ ჩემი უდანაშაულო შვილი მალე გამოუშვან. დაიკითხა სამედიცინო ექსპერტი, რომელმაც ვერ უარყო ძალადობის ფაქტი და ის, რომ ბავშვის ნამდვილად შეიძლება იყოს მოძალადე პედოფილის მსხვერპლი, ეს ვერ უარყო. ეს გამოდის, რომ ბავშვის მონაყოლი ყველაფერი მართალია. მოწმე არასრულწლოვნის მონაყოლით ჩვენებითაც დგინდება, რომ გარდაცვლილ მოძალადე პედოფილს ჰქონდა არაერთი მცდელობა, რომ ჰქონოდა სხვა ბავშვებთან, ბიჭებთან ახლო ურთიერთობა. დღეს დაიკითხა არა მთავარი, მაგრამ ერთ-ერთი გამომძიებელი, რომელმაც დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და ისიც გარკვეულწილად ადასტურებს ბავშვის მონაყოლის ჭეშმარიტებას, რომ ნამდვილად აბაზანასთანაც იყო სისხლი და ნამდვილად თვითონ მოძალადე პედოფილი უკვე დაჭრილ ვითარებაში, მდგომარეობაში ცდილობდა უკვე ბავშვი დანით დაეჭრა. თუმცა ბავშვმა ამ შემთხვევაში მოასწრო აბაზანაში და ჩაიკეტა. აბაზანაში ჩაიკეტა ბავშვი და გადაიჩინა თავისი სიცოცხლეც. პროკურორი არც ერთ სასამართლო პროცესზე არ თანხმდება ადვოკატის შუამდგომლობას იმის შესახებ, რომ მოზარდი უნდა გათავისუფლებულ იქნეს სასამართლოს ხდომათა დარბაზიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ის არის მსხვერპლი. რა პოზიცია აქვს უშუალოდ პროკურატურას სასამართლო პროცესზე? ეს უცნობია, გამომდინარე იქიდან, რომ პროცესი არის დახურული, საქმე ეხება არასრულწლოვანს, შესაბამისად, ჩვენ არ ვიცით რა პოზიციას აჟღერებს პროკურორი სასამართლოს ხდომათა დარბაზში, თუმცა ჩვენ მას ვუსვამთ შეკითხვებს, რა იქნება ის დამაჯერებელი გარემოება, რომელსაც დაეყრდნობა პროკურატურა, რომ მოზარდი არის ნამდვილად სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ბუნებრივია ამ კითხვას უსვამთ და იქნება თუ არა გასცემს თუ არა ამ შეკითხვას ბიოლოგიური ექსპერტიზის პასუხი. თუმცა პროკურორი გვპასუხობს, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზა ვერ დაადასტურებს, არის თუ არა გაუპატიურებული 16 წლის მოზარდი. ეს არის პროკურორის პასუხი, თუმცა ჩვენ გვახსოვს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლის პოზიცია, როდესაც სასამართლო მსჯელობდა 16 წლის არასრულწლოვნის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე. მაშინ პროკურორი ამტკიცებდა, რომ რამდენიმე პროცესში შესაძლოა მოზარდი თავისუფლებაზე აღმოჩენილი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ მისი მონათხრობი, მონაყოლი, რომელიც მან მიაწოდა გამომძიებლებს, ჩვენებაზე აქ საუბარი იყო დამაჯერებელი მათთვის და ისინიც ეთანხმებოდნენ იმას, რომ მოზარდი იყო მსხვერპლი.
ყველა ის პირი, ვისაც კომუნიკაცია ჰქონდა გარდაცვლილ პირთან და ვისაც მიგვითითეს არასრულწლოვანმა მოწმეებმა, ყველა გამოკითხულია. და შესაბამისად სასამართლოში დაიკითხებიან. ადვოკატი, რასაც ეკრა დაჟღერებს ინფორმაცია გამოკითხვის ოქრომში არ არის ოფიციალურად დასახული. ამიტომ ამ საკითხებზე მე ვერ ვიმსჯელებ, რას ამბობს ადვოკატი, მე შემიძლია შემდეგ უკვე ვიმსჯელო მოწმეების მიერ მიცემულ სასამართლოში ჩვენებაზე. აი მაგალითად აბაზანაში რომ თქვა სისხლის ლაქები აღმოაჩინეს გამოძიებებმა საკამოძიებო მოქმედებების დროს. იგივე საპელირებს არასრულწლოვანი რომ იქ იყო ჩაკეტილი, ხო? თქვა აბაზანაში და ემალებოდა სავარაუდოდ მოძალადეს. ამას მაინც თუ დაადასტურებს გამოძიებელი ადასტურებს. ბიოლოგიური ექსპერტიზა ჯერ არ მიგვიღია, ამიტომ სად იყო უშუალოდ სისხლის კვალი ამ საკითხებზეც ვერ ვისაუბრებ. ეს დამეკითხა ასევე სამედიცინო ექსპერტი, ხო? და რა თქვა სამედიცინო ექსპერტი? აი იგივე გარემოდან გამოდიოდა. დაზიანების კვალი ხომ აღწერა არასრულწლოვანი? შემთხვევის დღეს განვითარებულ დაზიანებაზე თქვა რომ არ ჰქონდა. დაზიანება რომელიც იყო ნაკაწვის სახით იყო 5-9 დღის უკანდელი. ჯერჯერობით ექსპერტიზის პასუხი არ არის ცნობილი, თუმცა სასამართლო პროცესებზე იკითხებიან სამედიცინო ექსპერტები, რომლებიც აღწერენ გარეგანი დაზიანების კვალს, რომელიც შესაძლოა აღენიშნებოდა მოზარდს ძალადობის შედეგად, თუმცა როგორც მოისმინეთ პროკურორის პოზიცია, არც ერთი ექსპერტი არ ადასტურებს იმას, რომ მოზარდს ჰქონდა გარკვეული ტიპის დაზიანებები, მისგან განსხვავებით ადვოკატი ამტკიცებს, რომ მოზარდს ძალადობის კვალი გარედან არ აღენიშნებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ის იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ჩააკეტილ ოთახში. შემდეგი სასამართლო პროცესი 2 სექტემბერს ჩაინიშნა ამ საქმეზე და 16 წლის არასრულწლოვანს აქვს კიდევ ერთი შანსი, რომ ის აღმოჩნდეს თავისუფლებაზე და შემდგომ უკვე მის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესებს დაესწროს მშობლებთან ერთად. პირდაპირ ეთერში სოფონიაური საუბრობდა.